Შემოვლები წარმოვიდგენთ გადაცემის პირველ სტუმარს, შემოგვიერთდა საბურთალოს მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი. დაგლოცოთ ღმერთმა, დიდ მადლობას გიხდით მოწვევისთვის. დიდი მადლობა თქვენ, ყოველთვის სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა და თქვენი მოსმენა. კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე გვიწევს საუბარი, თუმცა არაერთხელ გვისაუბრია, თქვენთანაც მახსენდება, არაერთ სხვა ჩვენ სტუმართან სასულიერო პირთან, მაგრამ თემა არის იმდენად მართლაც საინტერესო, მნიშვნელოვანი და ალბათ თვითონ ეს როგორ თქვა, ფენომენი ერთგვარი, ხო, განსაცდელი, ალბათ არ არსებობს ადამიანი ამ სამყაროში, ვისაც რაღაცა დოზით არ ეხებოდეს ეს მდგომარეობა. აი რა მდგომარეობაში ხშირად swami ხოლმე ადამიანები ასეთ შეკითხვას მომავალ რომ მაშინ როდესაც ჩვენ ეკლესია გვასწავლის რომ თითოეული ადამიანი შეიქმნა სიხარულისთვის, უკვდავებისთვის, ბედნიერებისთვის და უზომოდ უყვარს და იმაზე მეტად რომ ჩვენ შეიძლება ჩვენი თავი არ გვიყვარდეს, ისე უყვარს თითოეული ადამიანი უფალს და აი ამ ფონზე რატომ ხდება ის რომ დაუშვებს ხოლმე უფალი განსაცდელებს და ეს განსაცდელის უამრავი სხვადასხვა სახის შეგვიძლია ჩამოთვალოთ. აი რატომ ისმის ეს შეკითხვა, რატომ არის საჭირო იმისთვის რომ თუნდაც თქვათ ფერი ვიცვალოთ, დავფიქრდეთ, რაღაცა ჩავბრუნდეთ, ჩავრმავდეთ საკუთარ თავში და რაღაცებს გვერდიდან შევხედოთ, ნუ თუ ამისთვის აუცილებელია განსაცდელით გზით მივიდეთ უფალთან. კარგი, შევეცდები გიპასუხოთ ამ კითხვაზე, თუმცა კი ჯერ თვითონ განსაცდელის შესახებ უნდა ვთქვათ რა არის ეს განსაცდელი და თემა იმდენად ვრცელია, რომ ამას ერთი გადაცემის ფორმატი ნამდვილად ვერ დაიტევს, იმიტომ რომ განსაცდელი რომ გავიგოთ რა არის, ამისთვის წმინდა წერილი უნდა ჩვენ ხომ ქრისტიანებისთვის სახელმძღვანელო ჩვენთვის წმინდა წერილია და ხშირად მithkoms ეს თქვენი ტელეეთერის საშუალებითაც რომ არ არსებობს ჩვენს ცხოვრებაში რაიმე შემთხვევა რომ ჩვენ წმინდა წერილი ამაზე პასუხს არ გვაძლევდეს. კითხვა არანაირი არ რჩება. როგორ უნდა ვსხონდეთ წმინდა წერილში ამაზე ყველაფერსია პასუხი. აი ესე შეგემთხვა, აი ამის მაგალითი თქვათ აბრაამთან არის. აი ესე შეგემთხვა, ამისი მაგალითი მოსესთან არის. აი ესე ცხოვრობ თქვათ ამისი მაგალითი ახალ აღთქმაში რომელიმე მოციქულთან არის და გამუდმებულად შენ ნებისმიერ შეკითხვაზე რომელიც ყოველდღიურად შეიძლება მოდიოდეს შენ ცხოვრებაში და კითხვა ისმებოდეს, ნებისმიერზე პასუხი შეგიძლია გასცე. შესაბამისად, რაღაცა სიტყვასაც რო ვახსენებთ, აი თუნდაც განსაცდელი. მე უნდა პირველ რიგში ვნახო რა არის განსაცდელი და ამისთვის უნდა მოვძებნო სად წერია ეს სიტყვა. ეს წერია მამაო ჩვენოს ლოცვაში. პირდაპირ წერია დანუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელს, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რატომ წერია რომ ადამიანმა უფალმა ასწავლა თვითონ ეს ლოცვა. ეს ადამიანის დაწერილი ლოცვა არ არის. სხვა ლოცვებისგან განსხვავებით, თუმცა კი იქაც რა თქმა უნდა სული წმინდა მოქმედებდა წმინდა მამებში, რომლებიც განსაკუთრებულ ლოცვებს ქმნიდნენ, მაგრამ განსხვავებით რომ ესე იგი ადამიანს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, ეს გახლავთ მაცხოვრის მიერ წარმოთქმული თვითონ ასწავლა მან თავიანთ მოციქულებს როგორ უნდა ილოცვა. და აი ამ ლოცვაში ყველაზე უფრო მძაფრი შეიძლება ითქვას მოთხოვნა, ყველაზე უფრო მძაფრი მოთხოვნა არის ის რომ სხვა რაღაც მოთხოვნებიც არის მძაფრი, მაგრამ თითქოს რაღაც ხაზგასმული არის რომ ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რა არის ეს განსაცდელი? ესე იგი პირველ რიგში, რადგან აქ ესეთი თხოვა არის, პირველ რიგში უნდა იფიქროს ადამიანმა იმაზე, რომ თვითონ არ ეძებოს არასოდეს განსაცდელი. განსაცდელი თუ კი მოვა მასთან, ამ შემთხვევაში როგორ უნდა იმოქმედოს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ თვითონ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეძებოს განსაცდელი. მაგრამ რას გულისხმობს მაინც ეს განსაცდელი, რომელიც მამაო ჩვენოში აღნიშნული? ეს განსაცდელი გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი აბსოლუტურად ჩამოშორებულია ღმერთს და მხოლოდ ბოროტის მოქმედებაში. ანუ ბოროტის ზეგავლენის ქვეშ შეიძლება იმყოფებოდეს, ან ის ესე იგი ესეც ბოროტის ზეგავლენა რა თქმა უნდა რომ ვერ ხედავდეს ვერანაირად თუ რა აღასრულა ღმერთმა მისთვის გამომხსნელობას გულისხმობ, ცხონების საკითხს გულისხმობ, თუნდაც არარსებობიდან არსებობაში რომ მოვიდა ამას აი არანაირი ესე იგი შეგრძნება არ აქვს არა მადლიერების, არა რეალობის აღქმისა, არამედ გონება დაბნელებული ბოროტი ძალებისაგან მოქმედებს მხოლოდ ბოროტებას. აი ეს არის ის უმძიმესი განსაცდელი, რომლის გამოც ყოველდღიურად ჩვენ უნდა უმეორებდეთ უფალს და ეს ლოცვა ყოველდღიური სათქმელია, რა თქმა უნდა და ხშირად სათქმელია, რომ არ შევიდეთ ჩვენ განსაცდელში, ეს ერთ-ერთი მძაფრი სათხოვნელი, გახლავთ სწორედ ეს სათხოვნელი, რომ არ დაბნელდეს ადამიანის გონება ისე ბოროტისაგან, რომ ვერ ხედავდეს იმ რეალობას და აღქმა დაეკარგოს მას რეალური, რომ
როგორ მოხდა საერთოდ აქ ამისი აღქმა არ დაკარგოს. ასე რომ ეს გახლავთ ეს უკიდურესობა, რომელიც ამ მამაო ჩვენოში არის განმოცემული. მაგრამ არის განსაცდელი, რომელსაც დღევანდელ საზოგადოებაში ნებისმიერ რამე შეიძლება დაარქვან, მაგალითად ადამიანს რაღაცა პატარა იმე შეემთხვას, ახლა თითი ეკალი შეერჭოს და უიმე განსაცდელი შემემთხვაო თქვას. არის განსაცდელი, რატომ დავასახელე ეს მაგალითი, რომ არის განსაცდელი, რომელსაც ადამიანური რესურსი, ადამიანური ძალები აბსოლუტურად ყოფნის იმისთვის, რომ გამოვიდეს ამ განსაცდელიდან, იმიტომ რომ ამ თითი ეკალს თავისივე ძალებით შეიძლება უშველოს, ან გაცივდეს და რაღაცა წამალი მიიღოს და თავისივე ძალებით უშველოს. არის განსაცდელი, რომელსაც სრულიად ხვდები და აცნობიერებ, რომ ღვთის გარეშე ვერანაირად ვერ გამოხვალ ამ განსაცდელისგან. ვერაფრით ვერ, ესე იგი, ვერაფრით ვერ მიხვდები ამას, რომ ვერაფრით ადამიანური ძალებით ყოვლად გამორიცხულია, რომ ამ განსაცდელს თავი დააღწიო და შესაბამისად იწყებ უკვე ფიქრს ღმერთზე. ამიტომ არის ადამიანის ორი ესეთი მდგომარეობა. ერთი, როდესაც მას საერთოდ არ უფიქრია არასოდეს, რომ რაღაცა ღვთისმსახურებაში წარემატოს, გულისხმობ ღვთისმსახურებაში, მღვდელმსახურებას არა, ღვთისმსახურებაში გულისხმობ იმას, რომ რაღაცა სულიერად იზრდებოდეს ადამიანი, ეს ცხოვრების წესი. დიახ, ცხოვრების წესი იცვლიდეს და მაშინვე მას რაღაც ბრძოლები ეწყება და ესეც ხო განსაცდელია. აი მარხვას რო იწყებ და რაღაცა სხვა აზრები შემოდის თუნდაც შენში, ან ლოცვას იწყებ და მაშინ ანეზიარები და დიახ, ძლიერდება ბოროტის ბრძოლა ძლიერდება და ესეც რა თქმა უნდა განსაცდელია, ხო? ჩვენ ამ სიტყვას ვიყენებთ ამ დროსაც, განსაცდელს ვიყენებთ, მაგრამ არის მდგომარეობა, რომ მეორე ადამიანმა ეს ყველაფერი დაიწყო, თუნდაც მარხვა, თუნდაც ლოცვა ეკლესიაშიც არის, მაგრამ მისთვისაცა განსაცდელია და რა არის, იცით, მოვიდა რაღაც განსაცდელი, ნებისმიერი არ აქვს მნიშვნელობა. რატომ ყველა ადამიანს უნდა ქონდეს ამისი გამოძიების მიზეზი, უნდა ქონდეს რომ დაიწყოს ამისი ძიება, რატომ ხდება ეს განსაცდელი? იმიტომ რომ ეს მეორე მდგომარეობა არანაკლებ საშიშია ვიდრე პირველი, როდესაც არ იწყებს არანაირ ღვაწლს. მეორეს იცით რა გონია, რახან დაიწყო ღვაწლი ეს საკმარისია. და ამიტომ თვითკმაყოფილებაში შეიძლება ჩავარდეს ადამიანი. ერთი მახსენდება იოანე კიბის აღწერელი კლემაქსი ესე უწოდებთ ჩვენ მას, რომელმაც აღწერა სათნოების საფეხურები, ერთ-ერთ საფეხურში მას ესეთი შეგონება აქვს ლოცვის შესახებ, რომ გონება გაფანტულობასთან დაკავშირებით. გონება გეფანტებაო არა უშავსო. ესო ხანდახან უნდა გაგიხარდეს კიდეც, ну დაახლოებით ესეთი ტექსტია. რატომ მე გამიკვირდა ხა როგორ შეიძლება რომ ლოცვის დროს გონება გეფანტება? იმიტომ რომ გონება რო არ გაგეფანტოს და ეს სრულყოფილად ლოცულობდე, აუცილებლად ამ პარტავნება შეგჭამს. გეგონება რომ ისეთი სრულყოფილი მლოცველი ხარ, რომ აღარაფერი აღარ გჭირდება. ლოცვა ხო უმთავრესი იარაღია ქრისტიანის ცხოვრებისა და ამ უმთავრეს იარაღს თუ შენ სრულყოფილად ფლობ, ну რაღა დაგჭა მაშინ რა, აღარაფერი, ესე იგი მიგიღწევია სრულყოფილებისთვის და ეს სრულყოფილების განცდაა სწორედ უდიდესი განსაცდელი ადამიანისთვის. ეს არის ეს სრულყოფილების განცდა ის რითიც დავიწყეთ ლაპარაკი, რომ თუ ეს გონია ადამიანს რომ სრულყოფილია, აი დანუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, მაშ ამის თქმა აღარ სჭირდება. რაღაცი სჭირდება, იმიტომ რომ სრულყოფილია და რა თუნდა რომ ეხლა განსაცდელში აღარ შემიყვანო, უფალს ევედრებოდეს. შესაბამისად განსაცდელი, როდესაც ჩვენ ამ სიტყვას ვახსენებთ, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს განსაცდელი და როგორი, თქვათ, რაღაც თავსდატეხილი ზარი არ უნდა იყოს ადამიანზე, ღმერთმა ყველას აშოროს მძიმე განსაცდელი. მან ყველა შემთხვევაში, ყველა მორწმუნე, ყველა ნამდვილმა ქრისტიანმა იცის, თუ რატომ ხდება ეს მის თავს. აი, არ ვიცი გიფიქრიათ თუ არა, არ ვიცი ჩვენს მაყურებელს უფიქრიათ თუ არა ამაზე, მაგრამ თუნდაც ეხლა დაფიქრდნენ, რომ რაღაცა რაც მათ ცხოვრებაში ხდება, თუ ისინი ნამდვილად მორწმუნეები არიან, ნამდვილად მიხვდებიან ამას თუ რატომ ხდება. მე მახსენდება ეფრემ ასურის ცხოვრებაში გახლავთ ერთი ესეთი მომენტი, როდესაც მას დააპატიმრებენ რაღაცა ცხოვრების მოპარვისთვის, რომ ამას არ ჩაუდენია ეს რა და დაიჭირეს და ციხეში ზის. და მიმდინარეობს გამოძიება და ეფრემ ასური აი ამ განსაცდელს როგორ გადაიტანს. რას გააკეთებს ამისთვის? იწყებს ფიქრს, რომ ხო არ ყოფილა რაიმე მის ცხოვრებაში ისეთი, რის გამოც თუნდაც ეხლა აქ უნდა აგოს პასუხი. და მას გაახსენდა ესეთი რამ, რომ ბავშვობაში ქონდა რაღაცა ესეთი, ახლა სხვა კი არ ყავდა მოპარული, მაგრამ რაღაცა ქონდა გაკეთებული, არ ვიცი, ხილი მოიპარა ახლა მეზობლის ეზოში თუ რა გააკეთა და გაახსენდა, რომ ამის გამო ხდებოდა ეს ყველაფერი. და დაიწყო სინანული და მეორე დღესვე აღმოჩნდა, რომ მართალი იყო, ანუ სასამართლომ გაამართლა ეს ადამიანი და გამოუშვეს ისევ გარეთ. და აი როგორც კი მიხვდება ადამიანი მიზეს
თუ რატომ ხდება მის ცხოვრებაში ესა თუ ის განსაცდელი, მომენტალურად შორდება მას ეს განსაცდელი. ან შეიძლება არ ჩამოშორდეს, მაგრამ უკვე ადვილია, მსუბუქია მისთვის ამ განსაცდელის გადატანა. უკვე იცით რა არის, ხანდახან სიხარულითაც შეიძლება კი გადაიტანოს ეს განსაცდელი და რატომ? იმიტომ რომ ხდება რომ აქ განცდილი რაღაცა პასუხი აქ რომ მოეთხოვა, ამის გამო იქ აღარ მოეთხოვება პასუხი და ეს ყველა მორწმუნე ადამიანისთვის შვება გახლავთ. მე ერთხელ მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ სრულად შემთხვევით უბედური შემთხვევა მოხდა, რომ ერთ ადამიანს იარაღი გაუვარდა და მეორე მოკვდა და ნუ რა თქმა უნდა საპატიმროში იმყოფებოდა ეს ადამიანი, მე მასთან შევდიოდი სანახავად. და საქმე ის იყო რომ მომჩივანი ის ძალიან ახლობლები იყვნენ ოჯახები ერთმანეთისა და არ უჩიოდნენ რაღაცა ამბობდნენ რომ არაფერი ჩვენ პრეტენზია არ აქვს და შესაბამისად არისჯებიან ესე ადამიანები რაღაც საპროცესო გარიგება შეიძლება შემდგარიყო ჯარიმა გადაეხადა ამ დაუდევრობისთვის და მას ციხეში არა მაგრამ რაღაც პირობით სასჯელს მოიხდი და იქნებოდა თავის ოჯახში და მე რომ შევედი მასთან საპატიმროში უთხარი რომ აი ესე არის შენ არ გიჩივიან და ესეთი საქმე კეთდება და მითხრა რომ მე საპროცესო გარიგებაზე ხელს არ მოვაწერო ეს იმას ნიშნავს რომ პატიმარი თუ არ არის თანახმა უფლება არ აქვს ხო მაშინ უნდა ციხეში იჯდეს და მე ვთხარი რატომ რას გამიკვირდა ესა რას ამბობ უკაცო ახალგაზრდა კაცი მოგალია ციხეშიც აღარ ჩავჯდეო ცოტა ხანი ანუ აბსოლუტური განცდა იმისა რომ რაღაცით უნდა ზღო შენი დანაშაული ეს თუ არა აქვს ადამიანს ну რა თქმა უნდა განსაცდელი არასოდეს არ მოშორდება მაგრამ მოგეუბნებით შეიძლება განსაცდელი არ მოშორდეს მაგრამ სიხარულით და მადლობით იყოს მისთვის ეს განსაცდელი როგორც ეს ადამიანი ციხეში ჯდომისთვის აი ფაქტიურად ყველაფერი გააკეთა რომ მოეხადა ის სასჯელი რომ ამით მაინც შეემსუბუქებინა რაღაცა ის დანაშაული რომელიც მან მიუხედავად იმისა რომ უნებლიეთ ჩაიდინა და უნებლიეთ საერთოდ არ ქონია ფიქრში მსგავსი რამ ასე რომ აი თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად უნდა გავაცნობიეროთ რომ განსაცდელი მოვიდა რა არის ამის მიზეზი რაღაცა წინაპირობა ამას ყველა შემთხვევაში ქონდა ან ის რომ გავიმეორებ კიდევ ერთხელ რომ საერთოდ არ იყო ჩვენთვის მონდომება რომ რაღაცნაირად წინ წავსულიყავით სულიერად უფრო რაღაცა ერთი ნაბიჯი წინ გადაგვედგა ან პირიქით გადავდგით ეს ნაბიჯი და დავკმაყოფილდით ამით და ვამბობთ რომ უფრო აღარაფერი აღარ არის საჭირო ყველა შემთხვევაში ეს განსაცდელი ამ ორ მდგომარეობას ახლავს და არა სხვა მდგომარეობასაც შეიძლება ახდეს მაგრამ უფრო ხშირი შემთხვევა ეს მდგომარეობა მე აქვე თუ ნებას მომცემთ თავისუფლებას მიცემ რომ ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში რაღაცა აი როგორ ხდება ეს და როგორ დიახ, საინტერესო იქნება. მოგახსენებთ ამ მოგმარებას. ზუსტად აი ამ თემაზე უნდა ვაპირებდი მეკითხა დღეს გარემო გვაქვს ისეთი სტრესული, უამრავი განსაცდელი ხდება ადამიანებს და თითოეულ ჩვენგანს და ზოგადად ადამიანი იმყოფება რაღაცა იმ მუდმივ სტრესულ პირობებში. თუმცა ჩვენ ვიცით რომ უფალი არასოდეს გვაძლევს იმაზე მეტ განსაცდელს, რისი გადატანაც ჩვენ არ შეგვიძლია. თუმცა ამის მიუხედავად არის ხოლმე აი ვერ ლახავენ ადამიანები რაღაცა თავს დარყმულ უბედურებას და სასოწარკვეთაში ვარდებიან, რაც კიდევ უფრო აორმაგებს მათ ცოდვას და მათ კიდევ უფრო უმძიმებს სულს. აი რას ურჩევთ იმ თანამედროვე ადამიანებს, რომლებიც აი მუდმივ სტრესში იმყოფებიან და მუდმივად ჭირდებათ დახმარება უფლის, მოძღვრის და ასე შემდეგ თითოეული გარშემოყოფის. წმინდა მამების რჩევა ესეთი გახლავთ, რომ განსაცდელი მოვიდა, უნდა ისწავლო ლოცვა, უნდა დაიწყო ლოცვა. ეს არ შეგიძლია, მაშინ მოთმინება. აი ამ ორი, ესე იგი, იარაღით ხდება განსაცდელის დაძლევა. ერთია ლოცვა და თუ ესაც არ შეუძლია, არის ხანდახან მდგომარეობა, რომ ადამიანს ლოცვა არ შეუძლია. და ხშირად არის ეს მდგომარეობა. არ შეუძლია ლოცვა, მაშინ ეს არის მოთმინება. და მოთმინებით უნდა ესე იგი გადალახოს მან ეს რაღაცა ბარიერი თავის ცხოვრებაში. იმიტომ რომ ნახეთ აი ეს შემოტევა რაც მე ვთქვი რომ თქვა ადამიანმა მოინდომა რაღაცა სულიერი წინსვლა და იწყება მის წინააღმდეგ ბრძოლა, რა უნდა გააკეთოს ამისათვის ადამიანმა? როგორ შეიძლება შენ ახლა გაუმართო ბრძოლა ეშმაკს? მერთმა დაგვიფაროს რომ ჩვენ ახლა იმას ვაპირებდეთ რომ ეშმაკებს ბრძოლა გაუმართოთ. არა. ჩვენ მოთმინებაზე უფრო დიდ ნაყოფს ვერ ვაჩვენებთ ამ ბრძოლაში.
მოთმინებით ხდება სწორედ ეს გამარჯვება. იმიტომ რომ რამდენადაც ის რაღაცას და ბრძოლას და შენ მოინდომებ იმის წინააღმდეგ ბრძოლას, აღმოჩნდები რომ რაღაცა ქარის წისქვილებზე ებრძვი ხშირ შემთხვევაში და თავარი საკეთებელი გავიწყდება. ის რომ მარხულობდა რაღაცა მოგინდა ვთქვათ ახლა საჭმელი გეჭამა და რომ იტყვი რომ მოდი ახლა ამას კი არ შევჭამ, მაგრამ არა უშავს, ამას ხო აცნობიერებ რომ ახლა კარტოფილის რო შეჭამო, შიმშილით არ მოკვდები და პური რო შეჭამო, მხოლოდ შიმშილით არ მოკვდები და ახლა თუ არ შეჭამ ამ მწვადს და იმას რა ქვია, ხორცს და რძის ნაწამს, რაღაცნაირად გადაიტან ამს. აი ამ მოთმინებით ხდება და არა ის რომ ახლა აქ დაიდო ეს და უყურო და მოდი ახლა მოვითმენ თუ არ მოვითმენ. აი ეს არის სწორედ რომ თვითონ არ უნდა ეძებოს ადამიანმა განსაცდელი. იგივე ლოცვასთან დამოკიდებულებში. ხა გონება მაინც მეფანტება და აზრი აქვს ლოცვას. როგორ არა აქვს აზრი? ლოცვას აზრი ყოველთვის აქვს. ლოცვას სწავლობს. რა თქმა უნდა, სწავლობ ადამიანი გამუდმებულად ამ რაღაცა პროცესში ხარ და ღმერთი შენს მონდომებას ხედავს. იცით საოცარი რა არის კიდევ ამ განსაცდელში? ადამიანმა სრულად უნდა გააცნობიეროს, რომ მას ცხონება არ შეუძლია თავისით. აი ეს არის რომ რითიც ცხონდება ადამიანი ღვთის მადლით. ოღონდ როგორ ღვთისმადლით, როდესაც ღმერთი ხედავს რომ შენ დგავ მისკენ ამ ნაბიჯებს. როდესაც ღმერთი ხედავს რომ შენ იბრძვი იმისთვის რომ რაღაცა ვთქვათ მარხვაში დაგეთმინა, რაღაცა ლოცვაში მიუხედავად იმისა რომ გონება გეფანტებოდა და თუნდაც რაღაც მტკნარება გიტყდებოდა თუ იქ მუხლების ტკივილი მაშინ გეწყდებოდა რომ ფეხზე დამდგარიყავი. მიუხედავად ამისა რომ მე ამას ვინდომებ, მაგრამ ეს კი არ შეწყვეტილა. მაინც ტკივა მუხლები და შეიძლება მაინც რაღაცა მერევა ძილი, მაგრამ ავწყვეტ ამ მდგომარეობას. ღმერთი სწორედ მაშინ იძლევა ამ წყალობას, ღმერთი სწორედ მაშინ იძლევა ამ მადლს და თუ კი შენ არაფერს არ ინდომებ, თუ კი არანაირი ნაბიჯის გადადგმა არ გსურს, მაშინ რა არის? ღმერთმა რომ ძალით გაგაკეთებინოს ეს, გამოდის რომ შენ არ გინდა რაღაცა და რაღაცა ძალით გაკეთებინოს ღმერთი და ძალადობას აქვს ადგილი. ასე რომ ყველაზე დიდი, ესე იგი, წამალი აი ამ საქმისთვის გახლავთ ლოცვა და გახლავთ მოთმინება. ასე რომ ამაზე უკეთეს განსაცდელიდან გამოსასვლელად ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს, მაგრამ რაც შეეხება იმას რაც დღევანდელ ჩვენს ქვეყანას თქვათ შეიძლება მდგომარეობა ქონდეს. რა არის ამ განსაცდელის მიზეზი? მე ძალიან ხშირად მიფიქრია ამას. იმიტომ რომ რაღაც ერთი პერიოდი ისეთი გამოცოცხლება იყო მისი უწმინდესობა რაც პატრიარქი გახდა წელს 40 წელი უსრულდება და აი ამ 40 წლის განმავლობაში მოგეხსენებათ მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა და ძალიან ბევრი რამ შექმნა. მათ შორის ის რომ რაღაცა ძალიან დიდი ტალღა დაიძრა ახალგაზრდობისა ეკლესიისკენ, ის რომ თქვათ ეკლესიაში წირვალოცვები აღდგა, სასულიერო პირები გამრავლდა, რაღაცა საგანმანათლებლო კერები შეიქმნა. ეს ყველაფერი როგორ ფიქრობთ ახლა ბოროტ-ძალას შეიძლება მოსწონდეს? რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამუდმებული ბრძოლა. მაგრამ ის რომ აი ესეთი განსაცდელები თქვათ ამ ბოლო პერიოდში შეიძლება ეკლესიის წინააღმდეგ კვლავ არსებობდეს და ყველა რაღაცა საინფორმაციო არხი ეკლესიით იწყებდეს გაშუქებას, თავის საინფორმაციო გამოშვებას, იცით რისი ბრალია? ეს გახლავთ ჩვენი ბრალი, ეს სხვას არავის არ უნდა დავაბრალოთ. თითოეული ჩვენგანის ბრალი, თითოეული მოქალაქის მორწმუნის ბრალი, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ისეთი ქრისტიანები, როგორებიც უნდა ვიყოთ. ჩვენ არ გამოგვიჩენია მოთმინება და ჩვენ არ გვილოცია სათანადოდ როგორც უნდა ვლოცულობდეთ. ამისი მაგალითი ის გახლავთ რომ აღდგომის დღესასწაულმა რომ ჩაიარა, განახევრდა ტაძარში მრევლი. როგორ მარტო მარხვაშია ტაძარი საჭირო და ცხონებისთვის მხოლოდ მარხვა საჭირო. არა. ეს ხომ ერთი მაგალითია. გარდა ამისა, იცით რა, ადამიანები, რომლებიც ვითომ ესე თავს გადააქნევენ და რაღაცაზე ლაპარაკობენ, რომ ვითომ რაღაცა გულისწყდებათ. იცით რა? მათ შორის მორწმუნე ადამიანები, მათ შორის შეიძლება მეც ვიყო ესეთი და შეიძლება არა, ნამდვილად ვარ ესეთი, რომ შეიძლება ესე ვლაპარაკობდი ადამიანზე და მე გამახსენდება, რომ ერთხელ მაინც ლოცვაში მოგიხსენიები ეს ადამიანი. თუნდაც იმ ზერელე ლოცვაში, რომელსაც ფიქრობ, რომ აქვს თუ არა აზრიო. არასდროს არ გახსენებია რომ ლოცვაში იმაზე აღარ ვლაპარაკობ რომ დამდგარიყავი მთელი ღამე მუხლებზე და მთელი ღამე გელოცა იქნება და რა შედეგი მიგეღო ვინმეს უცდია ესა? არა, არ უცდია. მე ვლაპარაკობ იმ ხალხზე ვინც ამას ხმამაღლა ლაპარაკობს და თვალში შეიძლება გვეჭხირებოდეს რაღაცა ამა თუ იმ ტელევიზიის საშუალებით და რაღაც ესეთი გონორით ლაპარაკობდნენ რომ რაღაცა ეკლესიას ასე და ეკლესიას ის პრობლემა აქვს. ამიტომ, როდესაც მე ვერ ვხედავ მათგან ესე იგი შრომას გაწეულს, მათთვის ესე იგი ჩემი გული არ იხსნება, რაღაცა ვერ ღებულობს მათ აი ამ შენიშვნას და კრიტიკას, მაგრამ ადამიანს თუ კი ვნახავ, რომელიც გამუდმებით რაღაცნაირად ღვაწლშია იმის გამო რომ უკეთესი იყოს მისი ცხოვრება, უკეთესი იყოს მისი ქვეყანა, უკეთესი იყოს მისი ეკლესია, ამისთვის რაღაცას აკეთებს,
ეს განსაცდელი მისთვის იქნებ სასიხარულოც გამოდის, როგორც წეგან მოგახსენებდით, რომ ამ განსაცდელის მიზეზი ჩვენი ნელთბილი დამოკიდებულებაა ღმერთთან, აი ესე ნელთბილი, რომელიც არაფრით არ შეიძლება, იმიტომ რომ პირდაპირ წერია, ან წყალი იყავი და ან ღვინო, ან ცხელი იყავი და ან ცივი, თორე ამოგანთხევ პირისაგან ჩემისა, იმიტომ რომ ნელთბილი ჩვენ თვითონ არ მოგწონს, ეხლა წყალი რო დაგვალებინო, ნელთბილი არ არის სასიამოვნო, ან ცივი უნდა იყოს, ან ცხელი. შესაბამისად ესეთია სარწმუნოებრივი მდგომარეობა ჩვენი რომ ნელთბილის სარწმუნოების გამოა ის რაც ხდება და არავის არ გვიცდია რომ აბა ერთი მუხლებზე დამდგარიყავით და გველოცა და არავის არ გვიცდია ის რომ ამ ლოცვის გარდა რაღაცა სხვა გაგვეკეთებინა რომლითაც შევეწეოდეთ ჩვენ ქვეყანას და ჩვენს ეკლესიას რომ ეს განსაცდელი სიხარულად გადაგვექცეს პოზიტიურად დავასრულოთ ჩვენი საუბარი განსაცდელის რამდენად სწორად ვიტყვი ალბათ ერთგვარი ხიბლიც არის სწორედ იმაში რომ ის აუცილებლად მთავრდება და აი ამ რაღაცა წუხილის, ტკივილის, შფოთისა და მღელვარების შემდეგ აუცილებლად მოდის სიმშვიდე და სიხარული ეს ერთმანეთს ენაცვლება მუდმივად. რა თქმა უნდა, თუ კი ამას ქრისტიანულად გადაიტან, ამ განსაცდელს იმ შემთხვევაში კი. ხო, ჩვენც ასე მივუდგეთ ის განსაცდელი, რაც თქვა დღეს დგას ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე, სწორედ ამისკენ არის ალბათ ღვთისგან ბუნებრივია მიმართული, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან დიდი მადლობა, ბევრი შეკითხვა გამიჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ ამოიწურეთ, რომ ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი გვესაუბრებოდა პირდაპირ ეთერში განსაცდელის შესახებ.